გასული კვირის ბოლოს უყვებოდით მთავრობა სამშენებლო სექტორისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას აპირებს. საუბარია პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტისთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივაზე, რომელიც სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათის გაუქმებას ითვალისწინებს. საქმე ეხება მშენებლობის სექტორში მცირე მეწარმის სტატუსს. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით ამ სტატუსს ანიჭებენ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ და აწვდიან სერვის კომპანიებს და შედეგად 20%-ის ნაცვლად 1%-ით იბეგრებიან. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის გადასახადები შევა და ის 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედება. რა იცვლება 2025 წლიდან სამშენებლო ინდუსტრიისთვის და რა მთავარი ფინანსური გამოწვევები აქვს საგადასახადო მიმართულებით სექტორს. თემაზე სასაუბროდ ნათია ჩაგანავა, Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების მენეჯერი შემოგვიერთდა. მოგესალმებით ნათია. მოგესალმებით თქვენ სტუმრებს და მადლობა მოწვევისთვის. მოდით პირველ რიგში ვისაუბროთ უფრო განზოგადებულად მომდევნო წელს თუ არის უკვე ცნობილი რა ტიპის ცვლილებები იგეგმება იმისათვის რომ სექტორი წინასწარ შემზადებული შეხვდეს. მაგალითად ერთ-ერთი ცვლილება უკვე დავასახელეთ, ხო, მაგრამ შეიძლება იყოს კიდევ სხვა რაღაცებიც. დღეს მდგომარეობით ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც დღეს მდგომარეობით არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. სხვა ისეთი ცვლილება, რომელიც კონკრეტულად ამ სექტორს შეეხება, დღეს მდგომარეობით არ არის დაანონსებული და ფართო საზოგადოების ცნობილი, თუმცა ჩემთვის უცნობია შიგნით თქვათ თვითონ ფინანსთა სამინისტრო რა ცვლილებებს გეგმავს. ხო, ეს ცვლილებაც ცოტა ხნის წინ დაანონსდა და ძალიან ცოტა დრო იყო მომზადებისთვის. იამვრიდან იგეგმებოდა. გამოვიდა ბატონი მამუკა ბარათაშვილი კომიტეტის ხომაზე და პირველად მაშინ გაჟღერდა ეს. ვის ეხება ზუსტად რომ თქვა თუ შეიძლება ეს არის უშუალოდ სამშენებლო კომპანიებისთვის ცვლილება თუ ეს არის სამშენებლო სექტორისთვის, რომელშიც ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულება შეიძლება იყოს მოაზრებული. ეს ალბათ უფრო ეხება მთლიანად ზოგადად გლობალურად სამშენებლო სფეროს, რომ განმარტო ანუ რა შეეხო. ეს არის 415 საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც კონკრეტულად ეხებოდა მცირე და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირების დაბეგვრის რეჟიმს. ამ დადგენილებაში იყო განსაზღვრული კონკრეტული შემოსავლები, რომლებიც არ იბეგრებოდა ამ საშეღავათო რეჟიმით, ანუ 1%-იანი რეჟიმით და მიუხედავად იმისა, რომ პირს შეიძლებოდა ქონოდა მცირე მეწარმეებს ქონოდა ესეთი სტატუსი, მისი გარკვეული შემოსავლები დაიბეგრებოდა ჩვეულებრივად 20%-იანი განაკვეთით. მაგალითად, ეს იყო იჯარის შემოსავალი, ნამეტიდან, უძრავი ქონების რეალიზაციიდან ნამეტი და აი ესეთ შემოსავლებს დაამატეს სამშენებლო სფეროს მომსახურებით გაწევით მიღებული შემოსავლები. კონკრეტულად ესეთი შემოსავლები განისაზღვრა საქართველოს საქმიანობის ეროვნული ნომენკლატურის შესახებ გარკვეული ჯგუფებში, რომელიც არის 41, 2, 42 და 43, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სახლების მშენებლობას, სამოქალაქო მშენებლობას და სპეციალიზირებულ მშენებლობას. ანუ კონკრეტულად აი ამ სამ სფეროს შეეხო ეს სექტორიდან უნდა გადავიდეთ. სექტორზე საინტერესოა ეს ცვლილება. აღნიშნული ცვლილება სექტორთან მიმართებაში რა თქმა უნდა გამოიწვევს სარეალიზაციო ბინების ღირებულების გაზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო სექტორი ძირითადად იყენებდა ამ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებიდან ღებულობდნენ შემოსავლის ან მომსახურებას ღებულობდნენ ასეთი პირებისაგან. შესაბამისად, მათ მიერ გაწეული მომსახურება იბეგრებოდა 1%-ით და შესაბამისად 1%-სა და 20% შორის ხაობა, რა თქმა უნდა, ახლა მომსახურების გამწევი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისთვის მისაღებ ეგრეთ წოდებულ ნეტ ხელზე ასაღებ, ასე ვთქვათ, თანხას იმციროს, შესაბამისად იგი გააძვირებს მომსახურებას. ღირებულებაში რა ხარჯზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ვამბობთ, რომ მოახდენს გავლენას ფასზე, საბოლოო პროდუქტი რა შეიძლება, რამდენით გაძვირებული შეიძლება მივიღოთ ამის ხარჯზე? ზუსტად ვერ გეტყვით პროცენტულად რამდენით შეიძლება მოიმატოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, არის ძალიან პატარა თანხა ეს. არ არის პატარა თანხა, იქიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო სექტორში აი ესეთი მცირე მეწარმეების მიერ მიღებული შემოსავლის, ასე ვთქვათ, მთლიან ხარჯში ასეთი ხარჯის მონაწილეობა საკმაოდ მაღალი იყო და 20%-იანი სხვაობა, 19%-იანი სხვაობა უკვე გადასახადში საკმაოდ საგრძნობლად აისახება ფასზე. ამ ნაბიჯით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაგალითად აღნიშნულ სექტორში კიდევ შეიძლება რამე ცვლილებებს ველოდეთ ერთი და ცოტა სექტორიდან უნდა გადავუხვიო, მაგრამ ხომ არ უნდა ელოდოს სხვა სექტორიც ასეთივე ცვლილებებს, რადგან ცვლილების დაინიცირების მთავარი მიზანი იყო, რომ ბიუჯეტში შევა დამატებით 200 მილიონი ლარი.
და არა მარტო სამშენებლო ინდუსტრიაში, არამედ ძალიან ბევრ სფეროში გამოიყენება, ხო ეს მეთოდი, ესე ვთქვათ, მცირე მეწარმე სტატუსის მქონე ადამიანების. მოდით ცოტა გლობალურად რო ავხსნათ, რატომ მოხდა ამ ცვლილების განხორციელება, ხო? როდესაც ეს საშეღავათო რეჟიმი შემოიღო, ასე ვთქვათ, საგაცხადო ორგანომ, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან კარგი თვით დასაქმებულებისთვის, ინდმეწარმეებისთვის, რომ არ მომხდარიყო მათი შემოსავლის 20%-ით, ასე ვთქვათ, დაბეგრა არ ყოფილიყო 1%-ით. რომ მოგეხსენებათ, მედალს ორი მხარე აქვს და ასეთ შემთხვევაშიც ბიზნესმა საკმაოდ, როგორ ვთქვათ, სათავისოდ დაიწყეს ამ სქემის გამოყენება და უმეტეს შემთხვევაში პირები, რომლებიც რეალურად შრომით ხელშეკრულების ფარგლებში ყავდა და შრომით ხელშეკრულების ფარგლებში როცა ყავს დაქირავებული იხდი ბიუჯეტში 20%-ს, გამოიყენეს, ასე ვთქვათ, აი ეს ხარვეზია თუ რაც შეიძლება დავარქვათ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა კოდექსი, რასაც იძლეოდა და თითქმის აი შრომით ხელშეკრულების ფარგლებში დასაქმებული პირები დაარეგისტრირეს იდმეწარმეებად და ჩათვალეს, რომ აი ნუ რადგან იდმეწარმეები არიან და ხელშეკრულებას დავარქვე უბრალოდ მომსახურების, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებას, ნაცვლად 20%-ისა დავბეგრავ 1%-ით. მოგეხსენებათ ისიც, რომ სამშენებლო სექტორი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემავსებელია ბიუჯეტში საგაცხადო, ანუ გადასახადების კუთხით. შესაბამისად, აღნიშნული სექტორი ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ არის შემოსავლების სამსახურის მხრიდან, იმიტომ საკმაოდ კომპლექსური არის სამშენებლო სფერო, არის გარკვეული, ასე ვთქვათ, პრობლემატური საკითხები, ორაზროვნობა დაბეგვრის ნაწილში და აქედან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად ხდება ამ სექტორის საგაცხადო შემოწმება. როდესაც ხდებოდა საგაცხადო შემოწმება ასეთ სექტორების 10-დან ალბათ 8 შემთხვევაში კომპანიები იყენებდნენ ზუსტად აი ამ, ასე ვთქვათ, რეალურ სხვაობას. აქედან გამომდინარე, ხდებოდა მე შემოსავლების სამსახურის მიერ უფლებამოსილი, ასე ვთქვათ, საგაცხადო ორგანო, რომ კოდექსით გათვალისწინებული მუხლის შესაბამისად, რომ ფორმაში ნარზე აღმატებულობის პრინციპიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებას ეწერება სერვისი, თუ ის რეალურად სერვისი არ არის, არამედ დაქირავებული, ასე ვთქვათ, დაქირავებულის კვალიფიკაცია შეიძლება მიენიჭოს, ხდებოდა ხოლმე ამ ოპერაციაზე შინაარსის შეცვლა, ერიცხებოდა ნაცვლად 1%-ისა 20% და ეს პლუს კიდე იწევდა პირის დამატებით ძირითადი გადასახადის დარიცხვიდან პლუს კიდე 50%-ის ჯარიმის დარიცხვას. რაც საკმაოდ, როგორ გითხრათ, ძიმედ წვრთად აწვებოდა ხოლმე სექტორს. აქედან გამომდინარე, აი ამ ცვლილებას შეიძლება ორი კუთხით შევხედოთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, დადებითი იმ კუთხით, რომ თავიდანვე ეცოდინება სექტორს, რომ ასეთი შენიღბული ოპერაციის განხორციელება აღარ მოხდება და თავიდანვე ეცოდინება, რომ ეს ხარჯი უნდა გაწევს და თავიდანვე გაითვალისწინებს, ასე ვთქვათ, თვითღირებულებაში ამ ხარჯს და დამატებით აღარ მოუწევს მერე დამატებით ჯარიმების გადახდა, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, 50%-ის რაოდენობით არის და ასე ვთქვათ, საგაცხადო ორგანოს უფრო, როგორ გითხრათ, დაგეგმილად იქნება იმის მოლოდინში, რომ ბიუჯეტში შეუვა ეს კონკრეტული გადასახადი. თავარი გამოწვევები რა არის სექტორისთვის საგადასახადო მიმართულებით, თუნდაც მიმდინარე წელს თუ ამოქმედა რაიმე და ზოგადადაც გლობალურადაც რო შევხედოთ ჯამურად, რა არის მთავარი თემები, რასაც ყველაზე მეტად წუხს სექტორი. ერთ-ერთი გლობალური ცვლილება იყო, რომელიც დაანონსდა 2023 წლის ნოემბრის თვეში, თუმცა ძალაში შევიდა 2024 წლის 1 იანვრიდან. ეს იყო ეგრეთ წოდებული ბარტერული ოპერაციების დროს ნატურის სახით მიღებული ქონების, ღირებულების, ავანსის კვალიფიკაცია, რამაც ვთქვათ, დროში გადმოწია DGGT დაბეგრის დრო, რაც რა თქმა უნდა ბიზნეს თავისუფალი ფულიდან გამომდინარე, ანუ უწევს თავისუფალი ფულის ამოღება და ბიუჯეტში წინასწარ გადახდა. ეს საკმაოდ რთული იყო, ასე ვთქვათ, ბიზნესისთვის. გარდა ამისა, კიდევ აი სპეციფიკიდან გამომდინარე, როდესაც სამშენებლო სფეროზე ვსაუბრობთ ხოლმე, როგორ ხდება, ხო? ანუ მიწას ვთქვათ, ფლობს რამდენიმე ფიზიკური პირი, ამ ფიზიკურ პირებთან მიდიან მოლაპარაკებებში, რომ ეს ბარტერით გადმომეცი მიწა, მე ამ მიწაზე ავაშენებ მე და გადმოგცემ ბინებს, ხო? თუმცა სამშენებლო სფერო მოითხოვს, ანუ ნებართვის აღებას, რომელიც დროში საკმაოდ გაწელილი არის, ხო? და როგორც წესი, ხელშეკრულებები დგება ამ ფიზიკურ პირებთან, რომ 9 თვის ვადაში თუ არ მოხდა, ან 1 წლის ვადაში თუ არ მოხდა სამშენებლო ნებართვის მიღება, ოპერაცია ავტომატურად განულებულია და ეს მიწა დაუბრუნდება ისევ, ასე ვთქვათ, მიწის მფლობელებს, ფიზიკურ პირებს. თუმცა ასეთ შემთხვევაში, როდესაც ეს მაყოფილდება ბარტერის ოპერაცია, ხო? კომპანია ვალდებული არის, რომ როცა გადაეცემა საკუთრებაში, იმ წუთშივე გადაიხადოს დამატებული ღირებულების გადასახადი, როგორც ავანსის კვალიფიკაციიდან გამომდინარე და თუ ვერ მიიღოს ასე ვთქვათ, შენებლობის ნებართვა, უკვე მოუწევს ოპერაციის განულება, მერე ზედმეტად გადახდილი თანხის ბიუჯეტიდან როგორმე დაბრუნება, რაც რა თქმა უნდა დროში გაწელილია და
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ სფეროში თავისუფალი ფული, რომელიც მუდმივად ჭირდება, ასე ვთქვათ, კომპანიას იმისთვის, რომ მიმდინარე ხარჯები დაფაროს, საკმაოდ მნიშვნელოვანია. და მოკლედ ბოლოსკენ მინდა გითხოთ Grant Thornton საქართველოს როგორ ეხმარება ამ ნაწილში თქვენ თავიანთ კლიენტებს და წელი როგორი იყო მოკლედ რო შევაჯამოთ. Grant Thornton საქართველოს მაქსიმალურად ცდილობს თავის კლიენტებს დაეხმაროს, ვინც მომართავს დახმარების კუთხე ამ სფეროში, იმიტომ რომ საკმაოდ კომპლექსური და რთული არის ეს სფერო. მოითხოვს თავიდანვე რომ სწორად იყოს, ასე ვთქვათ, საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო, ასე ვთქვათ, რეჟიმი დაცული და ამ რეჟიმში ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით, რომ ოპტიმიზაცია მოვახდინოთ მათი გადასახადების, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი რისკები და არ მოვწიოთ დამატებით რაიმე საგადასახადო ჯარიმების გადახდა. წარმატებები, მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ნათია ჩაგანავას უსმენდით Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების მენეჯერი, გსტუმრობდა უძრავი ქონების პროსპექტში.